მოგესალმებით ეთერშია დასოტევის საინფორმაციო გამოშვება დღის მთავარ სიახლეებს მარია მელიავა გაგაცნობთ. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძის ვიზიტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, დუბაის ალ-მაქთუმის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრი და არაბთა გაერთიანებული საამიროების მინისტრთა კაბინეტის გენერალური მდივანი დახვდა. ირაკლი კობახიძე მსოფლიო მთავრობათა სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც დუბაიში 3-5 თებერვალს იმართება. პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოვა მსოფლიო მთავრობათა სამიტზე, ასევე მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაზე, რომლის მთავარი თემაა ინვესტიციების მომავალი. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ორმხრივი შეხვედრები. იმის საილუსტრაციოდ, როგორ ეკურის დედა პარტიას გახარიების პარტიის წარმომადგენლები მათ ერთ-ერთი მედია საშუალების შეთავაზებულ დებატებში მონაწილეობაზე თავდაპირველად მზაობ გამოთქვეს, თუმცა მოგვიანებით საკუთარი პირობა უკან წაიღეს. უარის ერთადერთი ახსნა მათი გარე პატრონების გადაწყვეტილებაა, მაგრამ ისინი ვერ ხვდებიან, რომ დისკუსიის ფორმატში სიმართლეს ვერსად გაექცევიან. ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა. წილოსანის თქმით, პარტია გახარია საქართველოსთვის წარმომადგენლების დებატებში მონაწილეობის უარის მიზეზები თითიდან გამოწოვილია. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ვრცელი განცხადება გააკეთა, სადაც დეტალურად განმარტა, ვინ იყო ამ ინიციატივის ავტორი, შემსრულებელი და რას ისახავდა მიზნად გეგმა, რომლის განხორციელებაც უცხო ძალების მორჩილმა კონკრეტულმა სუბიექტებმა მხოლოდ ნაწილობრივ მოახერხეს. საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი ევროპელი სოციალისტები ინიციატივით გამოდის ქვეყნის სუვერენიტეტის კიდევ უფრო გამტკიცების მიზნით სახელმწიფო ბანკი შეიქმნას. ამის შესახებ ევროპელი სოციალისტების ლიდერმა ილია ინჯიამ საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. გამოვდივარ ინიციატივით უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის კიდევ უფრო გამტკიცებისთვის ვიფიქროთ სახელმწიფო ბანკის შექმნაზე, რომელიც კიდევ უფრო გაადვილებს რეგულაციებს იმ უმნიშვნელოვანესი სოციალური მიმართულებებით, რომელიც საინტერესოა ჩვენი მოსახლეობისთვის. ხვალინდელი ჩვენი მუშაობა მოკლევადაში უნდა დავასრულოთ, რათა ჩქარა შევუდგეთ ფასების კლებას. ეს არ უნდა აისახოს პროდუქტის ხარისხზე, აღნიშნა ილია ინჯიამ. პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნა. საგაზაფხულო სესიის პირველი პლენარული სხდომა სახელმწიფო ჰიმნით დაიწყო. სხდომის დღის წესრიგში ასახულია სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისიის შექმნის საკითხი. პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს ზოგადი განათლების შესახებ და უმაღლესი განათლების შესახებ კანონებში ცვლილებებს. განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება ფრაქცია ქართული ოცნების საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც პარტიულ საქმიანობასთან და პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებით ახალი შემზღუდავი კანონების მიღებას ითვალისწინებს. პარლამენტი ასევე განიხილავს იურიდიული დახმარების სამსახურთან დაკავშირებულ ცვლილებებს. სესიაზე პოლიტიკური განცხადებები კეთდება. მშვიდობა ქმნის პროგნოზირებადობას, პროგნოზირებადობა ქმნის ინვესტიციებს, ინვესტიციები ქმნის ეკონომიკურ ზრდას. რაც ნამდვილად გამოარჩევს საქართველოს არის არა მხოლოდ ის, რაც ჩვენ შევქმნით, არამედ ის თუ როგორ ვურთიერთობთ მსოფლიოსთან. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 2026 წლის მსოფლიო მთავრობათა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ევროკავშირთან, ჩინეთთან, თურქეთთან, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ქვეყნებთან და დსთ-თან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით ჩვენზე გადის გზა 2.3 მილიარდ მომხმარებლამდე. კობახიძის თქმით, საქართველომ შეინარჩუნა მაკროეკონომიკური დისციპლინა, ინვესტორთა ნდობა და მშვიდობა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე რთულ რეგიონში. 2021-დან 2025 წლამდე ჩვენი ეკონომიკა საშუალოდ 9.3%-ით გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ გლობალური ვაჭრობა შენელდა და გაურკვევლობა გაძლიერდა, იმ დროს, როდესაც ბევრი იძულებული იყო რეაგირება მოეხდინა, საქართველომ ამბიციური პროექტების დაგეგმვა გადაწყვიტა, განაცხადა ირაკლი კობახიძემ. შუა დერეფანი, რომელიც აღმოსავლეთ აზიას, ევროპასთან, ცენტრალური აზიის, კავკასიისა და თურქეთის გავლით აკავშირებს, დღევანდელ მსოფლიოში სულ უფრო იშვიათ რამეს გვთავაზობს სტაბილურ საიმედო სატრანზიტო მარშრუტს, რომელიც გეოპოლიტიკურ განხეთქილებებს დაძლევს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 2026 წლის მსოფლიო მთავრობათა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. კობახიძის თქმით, სამყაროში, სადაც ტრადიციული მარშრუტები არაა სანდო, ალტერნატიული დერეფნები აუცილებელი ხდება. სამყაროში, სადაც ტრადიციული მარშრუტები არაა სანდო, ალტერნატიული დერეფნები აუცილებელი ხდება. ფრაგმენტებად დაშლილ გლობალურ ეკონომიკაში ქვეყნები, რომლებსაც შეუძლიათ განხეთქილებების დაძლევა, ფასდაუდებელი ხდებიან, ხოლო გაურკვევლობის ეპოქაში თავად სტაბილურობა სტრატეგიული აქტივია. მსოფლიოს არანაკლები ვაჭრობა უფრო მდგრადი ვაჭრობა სჭირდება. მას არ სჭირდება იზოლაცია, მას სჭირდება ინტელექტუალური დივერსიფიკაცია, მას არ სჭირდება მხარის არჩევა, მას საიმედო დამაკავშირებელი ხიდები სჭირდება, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ქმნიან მექანიზმს იმისათვის, რომ ორი უნივერსიტეტი გააერთიანონ, ცდილობენ ლეგალური საფუძველი ჰქონდეს ახალ წარმონაქმნს სახელად ჯავახიშვილის უნივერსიტეტი. სინამდვილეში იქნება სრულიად სხვა რამ. ამის შესახებ ანალიტიკოსმა ირაკლი მელაშვილმა პალიტრანიუსის გადაცემაში 360 გრადუსი განაცხადა. მისი თქმით, პროცესი კლასიკური ავტორიტარიზმის მაგალითია, როდესაც ხელისუფლებაში მყოფი პირები საზოგადოებას მხოლოდ საკუთარი გადაწყვეტილებების აღმსრულებლად აღიქვამენ. ირაკლი მელაშვილის განცხადებით, განათლების მინისტრის ბიოგრაფიაც სერიოზულ შეკითხვებს აჩენს. მისი თქმით, მინისტრი წარსულში ყოფილი გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის მოადგილე იყო იმ პერიოდში, როდესაც მელაშვილის შეფასებით პროკურატურა მძიმე დანაშაულებს ჩადიოდა, ხოლო შემდგომ ქართულ ოცნებაში გადავიდა. პარლამენტს დაჩქარებული წესით განსახილველად უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებები წარედგინა, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების რეორგანიზაციასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება. პროექტის თანახმად სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეორგანიზაციის შემთხვევაში მთავრობა უფლებამოსილია მიიღოს დადგენილება, რომლითაც განისაზღვრება რეორგანიზაციის მიზნები, ფორმა და ვადები, რეორგანიზაციის პროცესის მართვის დროებითი მექანიზმები, აგრეთვე რეორგანიზაციაში მონაწილე სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მართვის ორგანოთა უფლებამოსილებების განხორციელების განსაკუთრებული წესი. კანონის პროექტის თანახმად აღნიშნული უფლებამოსილება არის დროებითი და მიზნობრივი, ვრცელდება მხოლოდ რეორგანიზაციის პროცესთან უშუალოდ დაკავშირებულ საკითხებზე და წყდება რეორგანიზაციის დასრულებისთანავე, ან რეორგანიზაციაში მონაწილე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მართვის ორგანოების ფორმირების შემდეგ. ჩვენ ვფიქრობთ ყველა იმ მოქალაქეზე, რომლებმაც თავად უნდა შეიძინონ სასკოლო ფორმა, ამიტომ ძალიან ბევრს ვმუშაობთ იმაზე, რომ ხელმისაწვდომი იყოს ფინანსურადაც და ფიზიკურადაც ლოკაციურ ნაწილში. ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილმა განათლების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, სოციალურად დაუცველებს სასკოლო ფორმას სახელმწიფო შეუძენს. როგორც მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, სასკოლო ფორმა პირველიდან მე-6 კლასის შემდეგ ეტაპობრივად სავალდებულო მაღალკლასელებისთვისაც გახდება. ამიტომ ძალიან ბევრს ვმუშაობთ იმაზე, რომ ხელმისაწვდომი იყოს სასკოლო ფორმა ფინანსურადაც და ფიზიკურადაც ლოკაციურ ნაწილში, განაცხადა მინისტრის მოადგილემ. საკომუნიკაციო საშუალებების, მათ შორის მობილური ტელეფონების, პლანშეტების გამოყენება საჯარო სკოლების მსგავსად კერძო სკოლებშიც აიკრძალება. საკომუნიკაციო საშუალებების კერძო სკოლებში აკრძალვასთან დაკავშირებით ინიციატივა განათლების კომიტეტზე ქართული ოცნების დეპუტატმა რიმა ბერაძემ დააყენა, რაზეც მინისტრის მოადგილეებმა აღნიშნეს, რომ შეზღუდვა კერძო სკოლებზეც გავრცელდება. დიახ, რა თქმა უნდა, კერძო სკოლების სეგმენტშიც უნდა იყოს საკომუნიკაციო საშუალებებზე ვსაუბრობთ. აქ საუბარი არა მხოლოდ მობილურ ტელეფონზე. აქ შეიძლება იყოს პლანშეტი, საათი და ასე შემდეგ. აღნიშნა განათლების მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილმა. პარლამენტი დაჩქარებული წესით ზოგადი განათლების შესახებ კანონში ცვლილებებს იხილავს. პროექტის ფარგლებში ერთ-ერთი სიახლე არის ის, რომ განათლების სამინისტრო სკოლებში მოსწავლეთა მიერ ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების, მათ შორის მობილური ტელეფონის გამოყენების ზოგად პირობებს და წესს დაამტკიცებს. ახლა კი გაგაცნობთ უცხოეთის სიახლეებს. ესპანეთი 16 წლამდე ასაკის არასრულწლოვნებს სოციალურ მედიაზე წვდომას აუკრძალავს და პლატფორმებს ასაკის დადასტურების სისტემების დანერგვას მოსთხოვენ. ამის შესახებ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა განაცხადა: "დავიცავთ ჩვენ შვილებს ციფრული ველური დასავლეთისგან", აღნიშნა სანჩესმა. ესპანეთის პრემიერის თქმით, მისი მთავრობა მომავალ კვირას წარადგენს ახალ კანონ პროექტს, რომელიც სოციალური მედიის ხელმძღვანელებს უკანონო და სიძულვილის შემცველი კონტენტისთვის პასუხისმგებლობას დააკისრებს. ცნობისთვის, დეკემბერში ავსტრალია გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური მედია აკრძალა. ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე კიევში ჩავიდა. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში ავრცელებს. ნატოს გენერალურმა მდივანმა უკრაინის პრეზიდენტთან ერთად კიევში თავისუფლების მოედანზე რუსეთის წინააღმდეგ ომში დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგო. მარკ რუტესთან ერთად დაღუპული უკრაინელი დამცველების ხსოვნას პატივი მივაგეთ, წერს ზელენსკი X-ზე. უკრაინული მედიის ინფორმაციით კიევში ვიზიტის ფარგლებში ნატოს გენერალური მდივანი უკრაინის უმაღლეს რადაში სიტყვით გამოვა და ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებებს გამართავს. ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ამერიკის შეერთებული შტატების დიპლომატიურ წარმომადგენელს შეხვდა. ინფორმაციას როიტერსი ავრცელებს. ვენესუელის მთავრობის ცნობით, ქვეყნის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი დელსი როდრიგესი კარაკასში ამერიკის შეერთებული შტატების დიპლომატიურ წარმომადგენელ ლორა დოგს შეხვდა და მათ ვენესუელის ბოლივარულ რესპუბლიკასა და აშშ-ს შორის არსებული სამუშაო დღის წესრიგი განიხილეს. ვენესუელაში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ განაცხადა, რომ დოგუმ ვენესუელელ ოფიციალურ პირებთან შეხვედრაზე აშშ-ს სახელმწიფო
მდივნის მარკო რუბიოს მიერ ვენესუელასთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული სამი ფაზა გაიმეორა. სტაბილიზაცია, ეკონომიკური აღდგენა და ძალაუფლების გადაცემა. ასევე ვენესუელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ივან გილმა სახელმწიფო ტელევიზიასთან საუბარში აღნიშნა, რომ მხარეებმა ენერგეტიკული, სავაჭრო, პოლიტიკური და ეკონომიკური საკითხების შესახებ ისაუბრეს. უკრაინა დასავლელ პარტნიორებთან შეთანხმდა, რომ რუსეთის მიერ სამომავლო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევა ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან კოორდინირებულ სამხედრო პასუხს გამოიწვევს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია მოლაპარაკებების შესახებ ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, გეგმა დეკემბერსა და იანვარში რამდენჯერმე განიხილეს უკრაინელ, ევროპელ და ამერიკელ ოფიციალურ პირებს შორის და გულისხმობს მრავალდონიან რეაგირებას რუსეთის მიერ შეთანხმებული ზავის ნებისმიერ დარღვევაზე. წინადადების თანახმად რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ნებისმიერი დარღვევა გამოიწვევს რეაგირებას 24 საათის განმავლობაში. დაწყებული დიპლომატიური გაფრთხილებით და საჭიროების შემთხვევაში უკრაინის არმიის მიერ დარღვევის შესაჩერებლად ზომების მიღებით. გამოცემის წყაროების ცნობით, გაფართოებული თავდასხმის შემთხვევაში დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი ძალის, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების სამხედროების კოორდინირებული რეაგირება დარღვევიდან 72 საათის შემდეგ განხორციელდება. ასეთი იყო მიმდინარე სიახლეები მომავალ შეხვედრამდე.